ჩემთან დედაშვილმა ჩემთან ერთად დაიწყო მუშაობა და ეხლა ერთად მუშაობთ. Добрый день, просто. Привет. Да, вот такой. დღეს სამსახურში საზაფხულო წვეულება გვაქვს და მთელი გუნდი სწორედ იქითკენ მივამართებით. ულამაზეს ქალაქ იაფოში ვიკრიბებით. იაფო არის ისრაელის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მასზე ცალკე ვლოგიც მაქვს გადაღებული და თუ ჯერ არ გინახავთ, შეგიძლიათ უყუროთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ. Wow, vedi? Wow, ఇది అఫే. ఇది అఫే. კაია, ძალიან კაია. კი. კაია. Wow, მომიჭახუნე. From the first moment I saw you, I knew I had to make you mine. Wanted to know everything about you. I didn't want to waste no time. What's something I can do for you, darling? That would make you smile. I'll bring you flowers, girl. Enough to see for miles. მოგეწმენდა ანანო, გამოვგუნძულდით. ცოტა ადრე დავიშალეთ. ანუ ჩვენ წამოვედით ისინი და ხო, ისინი დარჩნენ. ჩვენ როგორც ერთი მრავალშვილიანი დედა და ერთი როგორც ორსული მალე წამოვედით. მაგრამ ძალიან კაი იყო, რა სიტყვი. კი, კიბეები არ დავეცხლიშო ერთი წუთით. უფ, კაი საღამოა, რა სიტყვი. ძალიან კაია და გადაწყვეტილება იყო რომ წამოვედით. ხო, არ ნანობ. არა. ოკეი, თავარი ეგ არის. ხა კიდეც გადავიღოთ, აბა. იაფო, ლამაზი იაფო. უფ, გადავიხედოთ არ გინდა? კი, აბა. რა მაგარია რომ ერთად მუშაობთ. ძალიან. ვერც წარმოვიდგენდი. ჩემ ოცნებებში წარმოვიდგენდი მხოლოდ. ვერც მე, ვერასდროს. ამით რა ვიცი. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი დღეს იმდენი ვიცინეთ. ჩვენ სადაც ვართ ზოგადად ძალიან ბევრს ვიცინით და სამსახურშიც ბევრს ვიცინებთ. ხო? კი ბატონო. კი ბატონო. ლამაზი თელ-ავივი. საიდან ჩვენად? ღამის თელ-ავივი. აი ზღვა როგორ მომენატრა ისი? I'll bring you flowers, girl. Enough to see for miles. Something's changed, baby, this I know. Summer rain. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დიდი ხანია, ჩართვა არ გამიკეთებია, მithumetes სამსახურიდან. ეხლა მე და გოგოები, ჩემი გოგოები იყო, სამსახურის გოგოები არა, ვდივართ რომ ვჭამოთ მწვადები და მივდივართ სხვა ქალაქში ამისთვის. და მე მგონი რომ ძალიან გემრიელი შეხვედრა გველის წინ. იმიტომ რომ ეს ადგილი, სადაც მივდივართ, არის ძალიან ცნობილი და ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელ სამწვადაოდ თელს ისრაელში, აი ყველა მიცის და კვირებით ადრე უნდა დაჯავშნო ადგილი თუ გინდა წასვლა. მე მივდივარ ავტობუსით, ქალაქში გოგოები დამხვდებიან, მე სადღაც შუაგზაში და წამიყვანენ.
იმიტომ რომ ძალიან საცობებია და არ გვინდოდა რომ აქეთ ჩამოსულიყვნენ და მე ისევ უკან გავბრუნებულიყავით, ანუ თელ-ავივში მე ისევ უკან უნდა წავიდეთ იმ ქალაქში 2 იუდაში. ამიტომ ვარჩიეთ რომ მე პირდაპირ იქ წავსულიყავი და შუაგზიდან ავიყვანე. წავედით. კროქსები ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა. ვაუ, ესე ვაუ, ეს მთელი ხალხი, ეს მთელი მანქანები მანდარიო გოგოებმა. ხო, აქ სხვა არაფერი არ არის. მონეცანე. Coche. Это вы знаете, там Надя. מה אתם רוצות? אנחנו, זה טעים. סלסה. חומוס. חומוס זה לא חומוס בנפרד. את רצית שרי. כן. רגע, תבחרו גם אתם, כן? נו, אנחנו בוחרות. חציתי חצילים בנה. כמה צריך לבחור? זה 4. חציתי תקות טרוף, תראי תקות, איזה מהם? מה בא לכם? זה חמוצים. כן, כאילו, אבל גם זה. מה בא לכם? זה? יאללה. תודה. ועוד אחד, זה חצילים, נכון? וזה? סלט ביצים. זהו, כן. מה ספקה לי? מה רצית להגיד לך? יש לך מדוחה. ראשונה? לא היה שם. თავისი წევრებით ბიჭები მეტიან რა მაგრამ აუ რა მაგარია, ძალიან გამიხარდა. საკითხი ახლებაა მართლა დავარ אחד. კუნჩა მაინძულებს რომ ერთჯერად ისჭამო, რადგან უგლუტენოა. גם צ'ანტანი. დანა ჩანგალი გოგო. ეხა მაგ צ'ანტანი. პანტანი. იფ. უგლუტენო ლაფაც მოგვიტანეს. შვენიერია რა. Это не поставил. Это очень серый. ვაუ. Eze que plano. Que plano. ვაუ, eze ბოჭ, რა მაგარი ნაცნობია. ხო, შენი ჩაიც კუნჩ. ჩემი ჩაი. ჩაი. და ნანა, და მიატა. პიტნა. Питна. Ჩემი питна. Зелёный питна. და გემრიელი. ძალიან გემრიელი კუნჩ. Где мне тиони? ძალიან კარგი იყო, კაი დრო გავატარეთ. Можно поехала туда. ძალიან ბევრი ვჭამეთ. Потому что она не вгибает тайм. זה לא משנה, זה כביש ראשי. שימי לי פה חיים. წავედით სახლებში. אני גם נשארתי אותו ככה בלי להטעין על 20 ומשהו. აუ ვიცი ამოვნა შენი ბოდის ყურებით დილამშვიდობის საათ შემოძვიფასო მეგობრებო. თქვენ არიცით მე გუშინა და მემართა. ან ჯერ 8 საათია. დილის არც კი და ისეთ ცხელა, ისრელში რომ ვიგუდები მართლა. აი, არ ვიცი, ალბათ 35 გრადუსი უკვე იქნება თუ მეტი არა. მოკლედ, თქვენ არიცით გუშინა და მემართა. ხო, კარგად ვიქეიფეთ და ვიმწოდავეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. მოვედი სახლში, ჩემი ქმარიც თავის მეგობართან ერთად იყო გასული. კითხე მეთქი როდის მოხვალ, მე ახლა მივედი, ჯერ არ მოვალო. ეხლა დავსხედითო რაღაც ის საჭმელათო. ხო და ნუ კაი მეთქი მე ხა ვდივარ სახლში. ნუ კაი ავედი სახლში და აღმოვაჩინე
რომ სახლის გასაღები არ მაქვს. დარჩი გარეთ ხალხ. ვეძებე 2 საათი თავიდან არ მიწოდა მიჯერებინა, რომ დამჭა. გასაღები არ მქონდა, მაგრამ 1-10 წუთის ძებნის შემდეგ, რომ ვეღარ ვიპოვე ჩემი საათი, გასაღები მივხვდი, რომ მართლაც და არ მქონდა, ამიტომ ჩემ ქვარს მივწერე, რომ მეთქი მე მგონი მალე მოგიწევს დაბრუნება, იმიტომ რომ გასაღები დამჭა თქო სახლში. 2 იყო თელავივში თავის მეგობართან შესახვედრად და სამწუხაროდ ცოტა დაგვიანდა მოსვლა, ხა ტაქსით კი მოვიდა, მაგრამ მაინც მე შევედი სანაყინეში. ძალიან ცხელოდა გარეთ, მეთქი დავჯდები ვლოგს ჩავწერ რაღაცა, მაგრამ ისე ცხელოდა გარეთ, რომ ვერანაირად გარეთ ვერ დავჯექი და იქ ვიჯექი, ზედას ველაპარაკებოდი ვიდეოთი და ამასობაში ჩემი ქმარიც მოვიდა. გემრიელი ნაყინიც კი ვჭამე, მაგრამ საერთოდ აღარ მინდოდა ნაყინი ისე კარგად ვჭამეთ. სულ ვეღარ სუნთქავდით. ძალიან გემრიელი იყო. თუ მოხვდებით 2 იუდაში, იცოდეთ, რომ ძალიან გემრიელია. მანდ წვადი. დღეს დილის 8 საათიდან მუშაობ. რასი მშვიდეა. მიდე ძალიან დატვირთული დღე არ მექნება. რა სიტყვით. დღეს 2 მშობლები მოდიან ჩვენთან სტუმრად. და ჩემამდე მივლენ და მე მოგვიანებით მეც შევუერთდები. აქეთ ცოტა უფრაღაც ნიავია საშინელი სიცხეა. გუშინდა დღეს რაღაც აღარ ამქვეყნიური გუში მე და ჩემი დეიდაშვილი შესვენებაზე დაბლა ჩამოვედით და ისე ცხელოდა გარეთ ვერ გავჩერდით და შენობაში შევედით და იქ ვისხედით სიგრილეში. ამოვედი ოფისში, ყავა გავიკეთე, დიდაც არ მინდა ტკბილით დღის დაწყება, მაგრამ უიტა მივარდა ეხა მას რა იღებს. დასახური. არ მინდა დილით ტკბილით დაწყება, მაგრამ ყავას ცარიელ კუჭზე არ ვსვავ ზოგადად. ამიტომ დღეს დავიწყებთ ფინიკით. ამასობაში აღმოჩნდა, რომ 13 კილო მაქვს მომატებული. ეს იყო საქართველომდე. ალბათ საქართველოში რო ჩამოვედი, ალბათ საქართველოს მერე კიდევ 1-2 კილო მოვიმატე, თუმცა რომ მითხრათ, რომ იქ ჭამას მასზე მივყევი და გადავყევი, ნამდვილად მოგატყუებთ. ზოგადად ისედაც ძალიან ზომიერად ვჭამ. ისედაც ბევრი რაღაცა არ მეჭმევა. ორსულობის გამო ხო არ მეჭმევა ბევრი რაღაცა, მაგრამ ცელიაკიის გამო ძალიან ბევრი რაღაცა არ მიჭმევა. დღეში ვჭამ 2-ჯერ. დილით საუზმე აუცილებელია ჩემთვის. ანუ არ ვიცი ეს 13 კილო საიდან მოვიმატე ხალხო, გამაგებინეთ. უბრალოდ თავიდან რომ გავიგე რომ 13 კილო მქონდა მომატებული, ცოტა შევშფოთდი, იმიტომ რომ მეთქი ანუ სად ძალიან გამიკვირდა უბრალოდ რომ მეთქი აი რანაირად სად როგორ მოვიმატე 13 კილო, თითქოს ისე არ მეტყობოდა, მაგრამ აი ეხლა უკვე აი ძალიან გრძნობ წონაში მატებას და ვფიქრობ რომ მემჩნევა კიდეც და ძალიან მეცინება, იმიტომ რომ არაფერი რა თქმა უნდა აღარ მეტევა. ძალიან ცოტა 60-იღას შემომრჩა, რაც მეტევა და ზუსტად მე და ჩემი და ქალი გუშინ ვამბობდით, რომ ერთი და იგივე 60-ის ტანსაცმლის ჩაცმა გვიწევს კვირიდან კვირამდე, ანუ დაახლოებით მეთქი კვირა ნახევარი შემიძლია რომ ტანსაცმელი ვიცვალო, მეტი არა. მე ისე ვუბრუნდები იმ ტანსაცმელს რაც მეცვა კვირის დასაწყისში. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დროებითია და მალე დავუბრუნდები იმედია მალე დავუბრუნდები ჩემს ძველ საყვარელ სამოს. შაქრის ტესტი გავიკეთე, ანუ ბევრმა თქვენგანმა მითხრა, რომ გაგეცინებაო შაქრის ტესტზე და მართალი აღმოჩნდა. ის რაღაცნაირად ანუ კი ძალიან ტკბილი იყოს, არ იყო ეხა არც გემრიელი არაფერი, მაგრამ ანუ წამალი არა, ხო, ფაქტობრივად ესე გამოდის. დაახლოებით 20 წუთი დამჭირდა სითხის დასალევად.
მაგრამ რო გითხრათ რომ აი ძალიან გამიჭირდა თაბრო დამეხვა, არა თაბრო ცოტა დამეხვა, თაბრო დამეხვა, აი რო ვსვავდი მაგ მომენტში, თორემ მე გადამიარა საჭმელიც შვენი რას ჭამე მე, არაფერში ხელი არ შეუშლია. რაღაც ძალიან დაღლილი ვიყავი უბრალოდ, აი ესე ზედმეტად რაღაცნაირად აი უჩვეულოდ გადაღლილის შეგრძნება მქონდა. ერთადერთი აი ეგ შევამჩნიე და მთელი დღე ფაქტობრივად მეძინა. არ ვიცი შაქრის ტესტის ბრალია თუ რისი ბრალია, მაგრამ ნუ აი ესე გავატარე მთელი დღე კიდევ კარგი სამსახურიდან მქონდა ბიულეტენი აღებული და day off-ი. მოგეთ და კიდევ კაი არ წავედი, თორე ჩამომეძინებოდა ალბათ ტელეფონზე. მაგრამ ტყუილად ნერვიულობდი, მაგის თქვა მინდოდა რა, ეს შაქრის ტესტი, არ ვიცი რის ბრალი იყო, მაგრამ აი გუშინ ჩემი გოგოები ამბობდნენ, რომ აი დღემდე იხსენებდნენ, ანუ ვინც ისაც უკვე შვილი ყავს 3 წლის, 2 წლის და ასე შემდეგ, რომ ძალიან ანუ საშინელი ტესტი იყო. მადლობა ღმერთს, რომ მეორე ტესტი აღარ დამჭირდება, იმიტომ რომ წარმატებით გავიარე, ზუსტად ნორმაზე ოდნავ დაბალი იყო ჩემი ანალიზი და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ვიცი გოგოებისგან რომ მეორედ, მესამედ და მეოთხედ უწევთ ამ ტესტის ჩაბარება და ნამდვილად არ ვისურვებდი მათ ადგილას ყოფნას. ანუ ჩემი მთავარი პრობლემა ეხა ეს შაქრის ტესტი ნამდვილად არ არის. ნუ პრობლემა რა, ხო რა პრობლემაა მართლა. ანუ ფეხები მაქვს საოცრად, აი ძალიან დასიებული, დაახლოებით მაისში დამეწყო ეს ფეხების დასიება. მაისის ბოლოსკენ და აი თუ მაგალითად რო დავიძინებდი ან რაღაც რო დავასვენებდი, ჩამიცხრებოდა, ეხლა უკვე აღარც მიცხრება, ანუ დილიდანვე, ანუ ძალიან ისია რა, მაქვს დასიებული როგორც დღის განმავლობაში მისივდება, მაგრამ მაინც ანუ საკმაოდ დასიებული ფეხით ვიღვიძებ დილით და ფეხსაც მე ხო საერთოდ არაფერი არ მეტევა, ვერც ვიცვამ, უბრალოდ მეტევა, მაგრამ არ ვიცვამ, დავდივარ ჰავაიანებით და კროქსებით და დავტყლაშუნობ, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, ძალიან მისივდება. დღის ბოლოს, აი ვეღარც კეცავ ხოლმე ესე ზევით, აი ესე ვეღარ ვშევი ისე, ანუ მაწუხებს მე ძალიან მტკივა გადავიღე. გავიკეთე დოპლერი ვენებზე, გოგო მითხრა, რომ ანუ ერთი შეხედვით ესე ყველაფერი რიგზეაო და გუშინ ზუსტად პასუხიც მომივიდა, რომ არაფერი პრობლემა არ არის სისხლის მიმოქცევაში, უბრალოდ წლები მაქვს დაგროვილი სავარაუდოდ და ძალიან არასასიამოვნოა ასე ვთქვათ, ანუ ამის გამო შევწყვიტე ვარჯიშიც, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ საშინლად არ მომწონს, როგორ გამოიყურება ჩემი ფეხები, შრეკის ფეხები მაქვს ჩვეულებრივად და გული მისკდება სარკეში რომ ხედავ და თვალს ვარიდებ ხოლმე ეს მირჩევანი არ ჩავიღედო. და აბსოლუტურად არაფერი არ მშველის, არც დაჯდომა, არც დაწოლა, არც ფეხების ესე ზევით დალაგება, არც ძილი და ალბათ სანამ ძველ წონას არ დაუბრუნდები, ესე მექნება, თუ რა ხდება. თუ არა, ალბათ სანამ არ მოევლინება ბეიბი სამყაროს, მანამდე არაფერი არ მეშველება და უნდა შევეგუო ჩემს პეტს. შორს ამაზე გამახსენდა გუშინ რომ მივდიოდი ავტობუსით. ძალიან ბევრი ხალხი იყო ავტობუსში, ძალიან ბევრი ხალხი იყო და სხვა შორის შემიმჩნევია, რომ ისრაელში მაინც და მაინც ადგილის დაცმობა არ უყართ საერთოდ არავისზე. ახალ თინეიჯერები და ახალგაზრდები არ დათმობენ, გოგოებიც არა ადგილს. შეიძლება ნუ ქალბატონებმა უფრო დაგითმონ ადგილი. და სხვათა შორის, აი რაც ყველაზე ხშირად შემიმჩნევია, არის რომ უცხოელი მამაკაცები მithმობენ ხოლმე ადგილს, აზიური წარმოშობის. ხოლმე მაგათმა შემომთავაზეს, თან ორმა მათგანმა დაჯდომა, მაგრამ იყო თავისუფალი ადგილი დავინახე და ვიუარე, ამიტომ
ესე გადავედი. ამიტომ უთხარი რომ ძალიან დიდი მადლობა მეთქი, მაგრამ არის თავისუფალი ადგილი და შენც იჯექი და მეც დავჯდები თქო. და ანუ ძალიან ესეთი სასიამოვნოა, მაგრამ ისე ანუ ბევრჯერ მიმგზავრია ესე ფეხზე დგომით და ანუ ხშირ მე ჩვენ ხმასაც ვეუბნებოდი რომ ნეტა მეთქი მეც ესე ვიქცევი რომ ანუ ვიქცეოდი აქამდე რომ ორსული რა მოდიოდა ავტობუსში მეც არ ვუთმობდი რა შემთხვევაში ესეთი რაღაც არ მახსენდა ყველა თავის საკუთარ კომფორტზე ფიქრობს ანუ ვერც გამტყუნებ მაგრამ არ ვიცი რავი საქართველოში მომხრივ როგორი სიტუაცია იციან ადგილის დათმობა მე მგონი კი ხო წესით საქართველოში ესეთი რაღაცები არ უნდა ეშლებოდეთ ამასობაში აი არაფერი არ მიყიდია და დრო უკვე დავიწყო რაღაცების შეძენა, იმიტომ რომ დრო ძალიან მალე გადის და მე ისევ დაბნეული ვარ ძალიან, იმიტომ რომ არ ვიცი, საერთოდ აი წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება რომ ვიყიდო, რა უნდა ვიყიდო, რამდენი რა უნდა ვიყიდო, როგორი რა ბრენდის რა უნდა ვიყიდო, საერთოდ რა ვიყიდო და იმ დღეს ბავშვების მაღაზიაში შევედი პატარების, ახალშობილების და თავბრუდა მეხვა და გამოვედი, ესე უკვე რამდენჯერმე მოხდა, შევდივარ, რაღაცებს ვათვალიერებ, ყველაფერი ერთმანეთში მერევა, ვერაფერს ვერ ვიგებ, თავბრუდა ხვეული, გამოვდივარ მაგ მაღაზიებიდან და ისევ ესე ხელცარიანი და საერთოდ თითზე გადასახვევი თუ როგორ იტყვიან ხოლმე ხელზე გადასახვევი, თითზე გადასახვევი არაფერი არ მიყიდია და ეხლა ამ დილოთენა ჩვენ ქორს ვეუბნებოდი, რომ მეთქი აი უეჭველი ამ კვირაში, ან იქით კვირაში უნდა წავიდეთ და რაღაცა უნდა ვქნათ, თორე ესე არ შეიძლება მოგვადგა კარზე ბავშვი სადაც დაიბადება და ჩვენ მზად არ ვართ და ანუ ჯერ ხო შეიძლება მზად არ ვართ ესე ანუ ალბათ მზად ვერ ვიქნებ იმისთვის რაც არ ვიცი რა მელის წინ, მაგრამ ანუ რაღაცები ხო უნდა მოამზადო, შეიძინო ეგრეც არ მაგითიც არ ვართ მზად და საერთოდ ძალიან მოუმზადებლები ვართ. საშინაო დავალებები მოკლედ არ გაგვიკეთები არც მე და არც ჩემს მეუღლეს და მე მგონი დროა რომ გავაკეთოთ რა სიტყვით. ხო და აი დღეს არცალია ხვალ არცალია ზეგ უკვე ისევ სამსახურის ახალი კვირა იწყება ისევ სამსახური აღარ ვიცი როდის რა ჩავტიო მომიწევს ალბათ ერთი ხო არ ვიცი მოკლედ რაღაცა უნდა ვქნათ ახლა მის არ გაკეთება და კიდევ დიდი ხნის გადადება ვეღარ გამოვა და ეს საქმე მოკლედ მისახედია სერიოზულად და იმედია ამ დღეებში ანუ იქით კვირაში რაღაცა ერთი პატარა რაღაცა ნაწილიც რომ ვიყიდოთ 100 მენიც კი არ მიყიდია ხალხო აი არაფერი არ მიყიდია. ერთადერთი ჩემმა დაქალმა მაჩუკამ რაღაც უსაყვარელი ჯაზაწმელი ბეიბის. ისეთი საყვარელია. ოთახში დავდე და დილით რო გავიღვიძებთ ხოლმე მე და ჩემი ქვანისე ვუყურებთ და ისეთი საყვარელობაა. ერთადერთი ეგ გვაქვს და მაგის იმედზე ვაპირებ ეთყობა. ბავშვის ყოლას არ ვიცი. იმედია რომ შემდეგ კვირაში რაღაცას მაინც მოვაბავთ თავს და ვიყიდით. მე და ჩემი მეუღლე და რა თქმა უნდა აუცილებლად დაგათვალიერებინებთ აქ ყველაფერს მეც მაინტერესებს და მე მგონი თქვენც დაგაინტერესდებათ ეხლა დაგემშვიდობებით მადლობა რომ უყურეთ ჩემს ამ პაწაწინა ვლოგს შევხვდებით იქით კვირაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შევხვდებით ბავშვების მაღაზიაში და რა თქმა უნდა ტრადიციულად შეგახსენებთ რომ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა დროებით